წირვის დასრულების შემდეგ სამების ახალგაზრდულ ცენტრში საღდგომო ღონისძიება გაიმართა. ღირებულებითი განათლების კლუბის წევრებმა საგალობლები შეასრულეს და სხვადასხვა სიმღერა წარმოადგინეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრამ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. მღვდელმთავარმა ღირებულებითი განათლების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ამავე სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი. შეგახსენებთ, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საპილოტოდ შეირჩა თბილისის 25 საჯარო სკოლა, სადაც ღირებულებითი განათლების 30-ზე მეტი კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 1000-მდე მოსწავლეა ჩართული. პატივცემულო ქალბატონო მინისტრის მოადგილე ქალბატონო თამარ, მასწავლებელთა სახლის თანამშრომლებო, პატიოსანო მამებო, ძმებო და დებო, ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ პირველ რიგში დღევანდელ დღეს კვირა ცხოვრობას. შეგვეციოს ამ დღის მადლი, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. ქრისტე აღდგა. როგორც მოგეხსენებათ, უკვე მეორე წელიწადია, რაც საქართველოს ეკლესიამ განათლების სამინისტროსთან ერთად წამოვიწყეთ ეს პროექტი, რომელზეც იყო უკვე საუბარი, რომლის ფარგლებშიც სკოლებში ჩამოვაყალიბეთ ღირებულებითი განათლების კლუბები და როგორც აქ ბრძანა წამყვანმა უკვე 1000-მდე ბავშვი ესეთ მოკლე პერიოდში უკვე ჩართული არის ამ პროექტში, რაც საკმაოდ კარგი მიღწევა არის. და ამ პროექტის ფარგლებში მოზარდები ეცნობიან უმთავრეს ღირებულებებს, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ჩვენი ქვეყანა და იზრდებოდნენ ჩვენი წინაპრები. ეს არის რწმენა, სამშობლო, პატრიოტიზმი, ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული და სხვა ფასეულობები, რომლებსაც ბავშვები ეცნობიან, ამას ეზიარებიან და ეცნობიან ქრისტიანულ დამოკიდებულებას ამ ღირებულებებისადმი. და ღირებულებითი განათლების მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდისთვის. ამ საკითხზე მსჯელობდნენ ჯერ კიდევ უძველეს დროში. მაგალითად არისტოტელე წერდა ასეთ რამეს, რომ დასადგენია განათლების მიზანი, რომ ბავშვებს უნდა განვუვითაროთ გონებრივი შესაძლებლობები თუ ვიზრუნოთ მათ ზნეობრივ თვისებებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს ორივე აუცილებელია. გონებრივი, ინტელექტუალური განათლებაც და განვითარებაც და ზნეობრივიც. იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ჰარმონიული ადამიანი. ამ სიტყვას ხშირად ხმარობენ, რომ განათლების მიზანი არის ჰარმონიული ადამიანის ჩამოყალიბება, მაგრამ არ აზუსტებენ, რაში მდგომარეობს ეს ჰარმონია. და ჩვენ ქრისტიანული ეკლესია ვამბობთ, რომ ჰარმონიული განათლება, ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბება შეუძლებელია ქრისტიანული ღირებულებების მიღების გარეშე. ამ ღირებულებებზე აღზრდის გარეშე. სწორედ ამ დიდებულ მიზანს ემსახურება ღირებულებითი განათლების კლუბები.
ძალიან სასიხარულოა, რომ ამ მუშაობის მეთოდოლოგია არ შემოიფარგლება მხოლოდ პედაგოგის მიერ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციით, არამედ აქვს ინტერაქტიული, ასე ვთქვათ, რეჟიმი, სადაც ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კამათიც, პედაგოგის მხრიდან მოწვეული სტუმრები არიან, ბავშვების მსჯელობა მიმდინარეობს, ძალიან აქტიური. ასევე ეწყობა ექსკურსიები ქალაქში, ქალაქგარეთ, რის მეშვეობითაც ბავშვები ეცნობიან ეკლესია-მონასტრებს, კულტურულ ძეგლებს და საერთოდ საეკლესიო ცხოვრებასთან უფრო ახლოს მიდიან და ეცნობიან. ასევე იმართება დისკუსიები, კონკურსები, ეს ყველაფერი აცოცხლებს და ძალიან სასიამოვნოს და სასარგებლოს ხდის ამ პროცესს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, რომ განათლების სამინისტროს ჩართულობის და დახმარების გარეშე ეს საქმე ვერ დაიწყებოდა, ვერ განხორციელდებოდა და მინდა მადლობა მოგახსენოთ ამისთვის, ამ თანადგომისთვის, თანამშრომლობისთვის, ასევე მასწავლებელთა სახლის თანამშრომლებს, პედაგოგებს, ჩვენს ძვირფას მამებს, უანგარო მსახურებისთვის ყველას მადლობას მოგახსენებთ და მადლობას გიხდით ასევე ძვირფასო ბავშვებო, ცოცხალი ინტერესისთვის, მონდომებისთვის, სულ უფრო მეტი და მეტია მოთხოვნა აი ამ კლუბების დაარსებაზე სკოლებში. რაც ძალიან გვახარებს და ეს იმის ნიშანია, რომ ნაყოფიერი და სასარგებლო პროექტია. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღვთის მადლით იმედია, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო ფართოდ განივრცობა და გაძლიერდება ჩვენს ქვეყანაში და დიდწილს შეიტანს სულიერი და ძლიერი პატრიოტი თაობის აღზრდის საქმეში. ერთმა დაგლოცოთ, გაიხარეთ. ქრისტე აღდგა, ყველას გილოცავთ კვირაცხოვლობის დღეს. ჩვენ ცხოვრობთ აი ამ დღეებში, ეხლა როდესაც ჯერ კიდევ სულ ახალი არის ქრისტეს აღდგომის სიხარული ჩვენ გულებში და ღმერთმა ინებოს, რომ ეს სიხარული არასოდეს გაქარვებული იყოს, არასოდეს გაფერფთალებული იყოს. დღევანდელი ღონისძიება სააღდგომო დღეებში დაიგეგმა, ეს არის ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება იმ ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობის შესახებ, რომელიც საპატრიარქოს ინიციატივით და განათლების სამინისტროს დიდი ხელშეწყობით დაფუძნდა საჯარო სკოლებში. და დღეს აი ბავშვების აქტივობებს ვნახავთ, მათ პრეზენტაციებს ვნახავთ სხვადასხვა ღირებულებებზე და ისინი ისაუბრებენ თუ რას ნიშნავს მათთვის ეს კლუბი, რას აძლევს მათ ღირებულებითი განათლების კლუბი. ძალიან გვახარებს დღევანდელი დღე, ვინაიდან ღირებულებითი განათლების კლუბების შეკრებაა დღეს სამების ტაძარში, გილოცავთ კვირაცხოვლობას და მადლობთ ღმერთს, რომ ღირებულებითი განათლება დღეს სკოლებში უკვე იკრებს ძალას და ის ფასეულობები და ღირებულებები, რომელსაც ეკლესია გზავნილად ატარებს, სკოლებშიც გაჟღერდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს. დღეს კვირაცხოვლობას გვაქვს ღირებულებითი განათლების კლუბების სააღდგომო შემაჯამებელი ღონისძიება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე აკეთებდნენ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, ასრულებდნენ ნახატებს, სხვადასხვა აქტივობებს და შესაბამისად დღეს გადავწყვიტეთ, რომ იმ სკოლებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ღირებულებითი განათლების კლუბებში, გაგვეკეთებინა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც ისინი შეძლებდნენ, რომ წარმოეჩინათ თავისი ნამუშევარი, ის თუ რა საკონცერტო ნომრები დადგეს და შესაბამისად ეს კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, მათ мотивაციას და რაც ყველაზე მთავარია ამ გამოფენასაც და საკონცერტო ნომრებსაც ეთყობათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი мотивაციით, მონდომებითა და ერთობით არის გაკეთებული. ღონისძიების ფარგლებში გამოფენაც მოეწყო. აქ წარმოდგენილი იყო ღირებულებითი განათლების კლუბის წევრების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ნახატები. მიტროპოლიტმა შიომ ნამუშევრები დაათვალიერა, ბავშვები დალოცა და წარმატებები უსურვა. ღირებულებითი განათლების კლუბის მნიშვნელობა ძალიან ფართომასშტაბიანია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კლუბის ჩამოყალიბება და არსებობა.
ჩვენ ვართ 65 საჯარო სკოლას წარმოვადგენთ და დღეს კვირაცხოვლობას სიმბოლური არის, რომ სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით მოეწყო ასეთი მასშტაბური ღონისძიება. ბავშვებმა სიამოვნებით შექმნეს ხელნაკეთი ნივთები, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რუდუნებით მუშაობდნენ და წარმოადგინეს აი ესეთი ძვირფასი ნამუშევრები, რასაც თქვენ აქ დღეს ხედავთ. ეს ყველა არის ამ ბავშვების შექმნილი და იმდენად აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და იმდენად ფაქიზად ეკიდებიან ამ საკითხს, რომ გასაოცარი არის მათი მონდომება. წინასწარ დავიწყეთ ამაზე მზადება, მასწავლებელმა გვითხრეს რა უნდა მოგვემზადებინა. თემა იყო აღდგომა. მე პირადად დავხატე ნახატი, მე კლასშიც მუშაობდით. ბევრი საინტერესო გაკვეთილი იყო და ჩემი აზრით ეს პროგრამა უნდა იყოს ყველა სკოლაში. ღირებულებით კლუბში გავწევრიანდი როგორც რიგითი მოსწავლე, მაგრამ იმდენად შემოყვარა თავი ამ კლუბმა, რომ არც ერთი გაკვეთილის გაცნენის სურვილი აღარ მაქვს. ზედი კარგი მოზღვრები შეხვდნენ ჩვენ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ ვითარდება და საუკეთესო გამოცდილება იყო ეს ჩვენ აღდგომის დაკავშირებით გამოფენას მოვაწყეთ, რომელიც საინტერესოა ჩვენ უკან არის და ბევრი ნივთი შევქმნით, დაგვეხმარა ჩვენი თანასკოლელები, კლუბის წევრები და ჩემი აზრით საინტერესო გამოვიდა ეს გამოცდილება.